არასამთავრობო ორგანიზაციები აგრძელებენ იმ პირების საქმეების შესწავლას, რომლებიც დააკავეს როგორც 2024 წლის გაზაფხულზე ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქციებზე, ისე 28 ნოემბრის შემდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე. ამჯერად არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეისწავლეს გიორგი ოკმელაშვილის საქმე, როგორც იცით, გიორგი ოკმელაშვილს სასამართლომ 5 წლის ვადით პატიმრობა მიუსაჯა თებერვალს იგი ახლაც პატიმრობაშია და როგორც უფლებადამცველები აღნიშნავენ, როგორც განაცხადეს დღეს ბრიფინგზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, გამოძიების პროცესში არსებობდა ძალიან ბევრი დარღვევა და შესაბამისად გიორგი ოკმელაშვილმა, ისევე როგორც ძალიან ბევრმა სხვა დაკავებულმა, რომელთა დაკავებასაც მათ პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირებენ უფლებადამცველები, ვერ ისარგებლა სამართლიანი სასამართლოს უფლებებით და ამავდროულად დაირღვა ძალიან ბევრი პროცედურა ამ გამოძიებაში. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ ის განცხადებები, რომლებიც დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გიორგი ოკმელაშვილის საქმის დეტალებთან დაკავშირებით გააკეთეს. ერთ-ერთი ესე ვთქვათ პირი, რომელსაც ესე ვთქვათ მიესაჯა, რომლის მიმართაც დადგა გამომტყუნებელი განაჩენი, შეიწყალა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და უნდა აღინიშნოს, რომ გიორგი ოკმელაშვილის შემთხვევაში და სხვა ბრალდებულების შემთხვევებში ამის შემდგომ მოსამართლის და პროკურატურის მხრიდან კოორდინირებულად მოხდა მათი საქმეების გაჭიანურება, სპეციალურად გახანგრძლივდა საქმის განხილვის დრო, რომ დამდგარიყო გამომტყუნებელი განაჩენი მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გაუვიდოდა საპრეზიდენტო ვადა იმისათვის, რომ აერიდებინათ, ასე ვთქვათ, საპრეზიდენტო შეწყალება მათთვის, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ საქმეზე პროკურატურის და სასამართლოს პოლიტიკურ мотивაციას. რომ ამ საქმეზე მოწმეები არიან მხოლოდ და მხოლოდ პოლიციის თანამშრომლები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი დაიკითხნენ სხვადასხვა გამომძიებლის მიერ ერთი და იმავე დროს, ისინი აბსოლუტურად იდენტური ტერმინოლოგიით, იდენტური მახასიათებლებით აღწერენ როგორც გარემოებებს, ასევე თავად ბრალდებულს გიორგი ოკმელაშვილს. აღსანიშნავია ისიც, რომ წინააღმდეგობა საგამოძიებო მოქმედებების ოქმებში არარეალისტური დროები არის მითითებული. მაგალითისთვის აღნიშნავ, რომ ერთ-ერთი მოწმე 40 წუთში კახეთიდან დიღმის საგამოძიებო ორგანოში არის გამოცხადებული, რაც ასევე არის წარმოუდგენელი. უკანონო არის თითქმის ყველა საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ამ საქმეზე არის ჩატარებული. უკანონო არის 3 ფოტოსურათით ამოცნობა, რომლითაც ამოიცნეს გიორგი ოკმელაშვილი პოლიციელებმა და მითითებულია მიზეზად ის, რომ ფოტოსურათით ამოცნობა ჩატარდა იმის გამო, რომ ვერ მოხდა გიორგი ოკმელაშვილის ადგილსამყოფელის დადგენა, მაშინ როცა საგამოძიებო ორგანოს არ განუხორციელებია არც ერთი მოქმედება მისი ადგილსამყოფელის დასადგენად, რაც უკანონოა და აღნიშნავ იმასაც, რომ დაკავების მიზნით საგამოძიებო ორგანომ წუთებში და წამებში იპოვა ბრალდებული გიორგი ოკმელაშვილი. დიახ, როგორც მოისმინეთ, უფლებადამცველები მიუთითებენ გამოძიების არაერთ ასპექტზე, რომელიც მათი შეფასებით არის კანონის დარღვევით ჩატარებული. ამას ადასტურებს ადვოკატიც გიორგი ოკმელაშვილის, ამაზე საუბრობს მისი მეუღლეც, რომელიც დღეს ესწრებოდა ბრიფინგს სამოქალაქო საზოგადოების ფონდში, როგორც ასევე თქვენ გაიგეთ უფლებადამცველებისგან. ისინი მიუთითებენ იმაზე, რომ სასამართლომ სპეციალურად გააჭიანურა სასამართლო პროცესის ჩანიშვნა სხდომების გამართვა გიორგი ოკმელაშვილის საქმეზე, რათა სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის ვადა ამოწურულიყო და იმ პრეცედენტის შემდეგ, როდესაც მან შეიწყალა აქციებისას დაკავებული ერთ-ერთი პირი გიორგი ოკმელაშვილიც არ ყოფილიყო შეწყალებული მის მიერ. ჩვენ ასევე შეგვიძლია მოვისმინოთ გიორგი ოკმელაშვილის ადვოკატის განცხადება, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ დაცვის მხარეს სასამართლოში საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფი პირის გიორგი ოკმელაშვილის შესაბამისად დაცვის შესაძლებლობა არ მიეცა და ასევე შეგვიძლია მოვისმინოთ გიორგი ოკმელაშვილის ცოლის კომენტარი. თვითონ გამოძიება როგორც იყო ჩატარებული, სრული აბსურდი არის, არ ექვემდებარება იმ ნაწილს, რაცაც ედავებიან და მთლიანად, არ ვიცი, მთელი აბსოლუტურად საგამომძიებლო სტრუქტურა იყო ჩართული გიორგი ოკმელაშვილის მიმართ, თუ რაიმე კონკრეტული დანაშაული რო ეპოვნათ, ალბათ, რა ვიცი, ზედმეტს ეძებდნენ რამეს, ან კონკრეტულად კიდევ რომ დაეძაბათ, კიდევ უფრო რომ გაერთულებინათ ეს სიტუაცია.
ну, მაგრამ სამწუხაროდ ვერაფერი ვერ იპოვნეს, იმიტომ რომ ეს ადამიანი არის მართალი, იცავს თავის ქვეყანას და უნდა რომ ევროკავშირში შევიდეს ჩვენი ქვეყანა და არა რუსეთის გუბერნიაში იყოს და დარჩეს როგორც დღესდღეობით არის. 11 აპრილს არის ჩანიშნული პირველი სასამართლოს ხდომა. ბუნებრივია ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი რომ თბილისის საქალაქო სასამართლო არსებითად შეცვლის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლო. მიუხედავად ამისა, თქვენ იცით რომ შიდა საკანონმდებლო მექანიზმები უნდა იქნეს სრულად ამოწურული იმისათვის რომ ჩვენ მივმართოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. ჩვენ არაერთხელ გავაჟღერეთ რომ დაცვისყარი აქეთკენ მიდის და იგეგმება რომ დასაბუთებული საჩივარი იქნეს წარდგენილი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. წინა პირობები ამის არის ის, რომ გარკვეული პროცედურული საკითხები უნდა გავიაროთ შიდა საკანონმდებლო სივრცეში. მათ შორის თბილისის სააპელაციო სასამართლოში, შემდეგ საქართველოს ზონაის სასამართლოში. მათ შორის ჩვენ სარგებლობთ სახალხო დამცველის მექანიზმით. გიორგი ოკმელაშვილის საქმეზე საჩივარი სააპელაციო სასამართლოში ბუნებრივია შეიტანა დაცვის მხარემ მას შემდეგ, რაც საქალაქო სასამართლომ მას 5 წლის ვადით პატიმრობა მიუსაჯა სააპელაციო სასამართლოში სხდომა გიორგი ოკმელაშვილის საქმეზე ჩაინიშნა 11 აპრილს, როგორც ადვოკატი, გიორგი ოკმელაშვილის ადვოკატი კობა ბარამია აღნიშნავს, ეს საქმე დაეწერა ადვოკატ გიორგი კერატიშვილს. როგორც იცით, გიორგი ოკმელაშვილს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლით და მას ედავება პროკურატურა, ედავებოდა საქალაქო სასამართლოში და ის გაგრძელდება უკვე სააპელაციო სასამართლოში. პოლიციელზე თავდასხმას ბრალდების მტკიცებით გიორგი ოკმელაშვილმა აქციის მიმდინარეობისას პოლიციელს სახეში იდაკვი ჩაარტყა, რასაც თავად გიორგი ოკმელაშვილი უარყოფს. იგი აცხადებს, რომ ეს ქმედება განხორციელდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში.